ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც სასამართლოში პოლიტპატიმრად მიჩნეული ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ პენტენციურ დაწესებულებაში დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ორგანიზაციის განმარტებით, პატიმრობიდან დაახლოებით 2 თვეში ნინო დათაშვილს ხერხემლისა და კიდურების ტკივილები დაიწყო და ახლა მას 2 ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. ადვოკატების თქმით, დათაშვილს საპატიმროში სამედიცინო დახმარებას უწევენ, თუმცა ეს დახმარება არაეფექტურია. ორგანიზაციამ კლინიკა ვივამედში ჩატარებული კვლევის შედეგებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თუ კი დათაშვილისთვის გაწეული მედიკამენტოზური მკურნალობა შედეგიანი არ იქნებოდა, ის კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის უნდა გადაიყვანათ. როგორც კვლევიდან ირკვევა, დათაშვილს კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების სტომები და გარკვეულ დისკებზე თიაქარი აქვს. ამის გამო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აპირებს სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. ნინო დათაშვილის პროცესი ხვალ გაიმართება. დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაიწყო ხერხემლისა და კიდურების ტკივილები, რის გამოც 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. ნომერ მე-5 პენტენციურ დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცინო სერვისს, თუმცა ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური. 2025 წლის 25 აგვისტოს კლინიკა ვივამედში ჩატარებული კვლევის შემდეგ, სადაც მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში პაციენტი გადაყვანილი უნდა ყოფილიყო კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის. 2 თვის განმავლობაში ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმიური სამედიცინო მკურნალობა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა. 2025 წლის 24 ოქტომბერს ნინო დათაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით კვლავ გადაყვანილი იქნა კლინიკაში ვივამედი, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის თანახმად გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული 2 თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. დღევანდელი მდგომარეობით ნინო დათაშვილს ესაჭიროება 2 ქირურგიული ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტის თანახმად პრიორიტეტულად განსაკუთრებულია კისრის მალების ოპერაცია.